Adigénis მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. Აღნიშნულისთვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს 35,000 ლარი გადაურიცხა. Adigénis გამგებლის განმარტებით ტენდერში გამარჯვებული შეპესე ტყუპები 2013 საჭირო მასალას უახლოეს დღეებში მოიმარაგებს, რის შემდეგაც დაზიანებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაცია დაიწყება. ზაქარია ენდელაძის ხმით ცენტრალურ უწყებებში გადაგზავნილია ზარალის ოდენობა სოფლის მეურნეობის კუთხითაც. შეგახსენებთ, რომ სტიქია Adigénში 2014 წლის 14 სექტემბერს დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა დასეტყვა Adigénis მუნიციპალიტეტის 9 სოფელი დააზარალა. ნახევარსაათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა Adigénში 1,91,000 ლარზე მეტი შეადგინა. აქედან სოფლის მეურნეობის კუთხით ზარალი 1,57,000 ლარზე მეტია, ხოლო ინფრასტრუქტურის მხრივ 35,740 ლარამდე. გამოაცხადეთ ტენდერი, გაიმარჯვა და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც უკვე ამ დღეებში შემოაქვს შესაბამისი სამშენებლო მასალა და ის გაიცემა მოსახლეობაზე ინდივიდუალურად რა ზარალიც მიიღო ამ ადამიანებმა ამ ზარალის ანაზღაურების მიზნით. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებულ ზარალს, მიწოდებულია ინფორმაცია, ინტენსიურად ვადევნებთ თვალყურს და დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაც გამოხმაურება მოყვება ჩვენ ამ ქმედებას.